მოდი გვიყვარდეს ერთმანეთი. ელემენტარულად ეს დიდი პასუხისმგებლობაც არა. არავინ მხოლოდ მოფერება, კეიფი და ასე შემდეგ. არა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ღმერთმა დააგლოსოთ, ჩემო ქრისტეს მიერ დაანო და ძმა, ღმერთმა გააკურთხოთ და დიდი მადლობა კახეთის კუთხეს ახელებს იმისთვის რომ ასე თბილად მიმიღეთ მე მიყვარს ეს კუთხე და საერთოდ სრულიად საქართველოს მიყვარს და უბრალოდ როცა აღვიკვეცე მე აღვიკვეცილი ვარ რუსეთში ანუ რუსული საპატრიარქო იყო კიევში მოსკოვის საპატრიარქო და შემდგომ ჩამოვედი აქ და ცხოვრობდი ზეგანში მეუფე ღვთისმესლოს ვაკურთხევით ცოტა ხანი ვიყავი მანდ ეს პირიქით მე ვარ მადლობელი თქვენ კი არ უნდა იყოთ ჩემი მადლობელი მე ვარ თქვენი მადლობელი ასეთი თბილი ხალხი რო ხართ და მიყვარხარ ძალიან ერთადერთი პრეცედენტი არის იმის რომ არამეულ ენაზე ტარდება წირვა ამამაოს მიერ შესაბამისად ესეთი პატივი კახეთს რომ გვერგო ეს არის ალბათ ძალიან დიდი დაფასება ჩვენი და რა ვიცი ვისურვებდი რომ ხშირად ყოფილიყოს ესეთი წირვები იმიტომ რომ ხალხის ეკლესიაში მოყვანას ეს უფრო შეუწყობს კიდევ ხელს გიგზელი რომ დიდი მადლი წამოვიდა მისგან და უფალს მადლობა ამ ყველაფრისათვის რომ მე მაღირსა რომ მამა სერაფიმის გალობა მომესმინა ისიც კახეთში დარწმუნებული ვარ ამ ტაძარში მხოლოდ მადლმა და ამ სოფელში და საერთოდ კახეთში მხოლოდ მადლი დატრიალა რომ ალბათ უკეთესობისკენ წავა საქმე სიტყვები ამ ყოველ სიმხელა მადლით სავსე მედივარ საქმეში